ჩვენი საუბრის დარჩენილი დრონიკა მინდა გამოსავალზე საუბარს დავუთმოთ. ამ ტიპის ინტერვიუების დროს ყოველთვის ეს არის ხოლმე ყველაზე რთული ნაწილი და ამ ნაწილში გამოსავლის ნაწილში დგას რაღაც მკაფიო კონტურების დანახვა. თქვენ საორიენტაციოდ რაზე ამყარებთ ესე ვთქვათ იმედს? მოდით შევხედოთ რა ტიპის გამოწვევები გვაქვს, ხო? გვაქვს ფაქტობრივად ჰიბრიდული ომი რუსეთიდან ჩვენს წინააღმდეგ, გვაქვს ცუდი მმართველები, რომლებიც საკუთარ ინტერესებს აყენებენ ქვეყნისაზე, წინდა ქვეყანა დააშორეს დასავლეთს და ტრადიციულ პარტნიორებს, ძალადობენ სამართლებრივი სისტემა მოშალეს, გვაქვს სიღარიბე, უმუშევრობა, მაღალი ემიგრაცია, დემოგრაფიული უზარმაზარი ღრმა პრობლემები, განქორწინებები 62%-ზე არის ქორწინებებთან მიმართებით, შობადობა ნაკლებია ვიდრე სიკვდილიანობა უკვე 5 წელია და ასე. ანუ ძალიან ბევრი სხვადასხვა პრობლემა გვაქვს და კიდევ გვაქვს ასეთი ტიპის პრობლემები, ვართ დაგსაქსულები, ძალიან დაგსაქსულები, როგორც ადამიანებისა და ოჯახების და რაღაც ესე ვთქვათ საზოგადოებრივი ერთობების პატარა ერთეულების დონეზე, ასევე ქვეყნის დონეზე. ეს როგორც არის ვთქვათ პოლიტიკურ თუ არაპოლიტიკურ გაერთიანებებს შორის, ასევე მთელ ქვეყანაში მოშლილი არის ნდობა სასტიკად ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის და ადამიანების უნარი დაქვეითებულია, რომ ერთმანეთს მოусმინონ, გაუგონ, რაღაცა დათმონ. ძალიან ძნელ ვითარებაში ვართ. ხა, მოდით მიზეზ-შედეგობრივ კავშირებსაც შევხედოთ, დიდწილად ეს მთელი ეს პრობლემები რუსეთის აგრესიით ძლიერდება, რადგან ომს აწარმოებენ ჩვენს წინააღმდეგ და მათი პროპაგანდა უფრო დაგსაქსულობას, დაბნელობას, დასუსტებას, პერსპექტივის დაკარგვას ხელს უწყობს. და აბა ომი გინდა, მაინც მუშაობს ხელისუფლება, ასე ვთქვათ, რუსეთის პროპაგანდა, ხელისუფლების პროპაგანდა გვერდიგვერდ მსგავსი ტიპის არის, ფაქტობრივად იგივე შინაარსი მომდინარეობს, რომელიც საზოგადოებას ასუსტებს, პოლარიზებას ახდენს, ანუ ყოფს ნაწილებად და ასე შემდეგ. ანუ ხელისუფლება ნაცვლად ძალაერთობაშია, გათიშე და იბატონეს პოლიტიკას ადგას და გარემტერი რუსეთი ამას აკეთებს. ჩვენ როგორ შეგვიძლია ამას მოვერიოთ და გამოსავალი სად ვიპოვოთ? რა თქმა უნდა, ხა ეს პირველ რიგში შიგნით ვეძებოთ გამოსავალი. ანუ ეს რომ არსებობს, ეს არის მოცემულობა დღევანდელი და ძლიერი ადამიანი პრობლემას ეძებს შიგნით და შიგნიდან შეებრძოლება, ანუ მე რა შემიძლია გავაკეთო. გასაგებია რომ ძნელია, გასაგებია რომ არ გვინდა რომ ომი იყოს და გვინდა რომ კარგი ცხოვრება იყოს და ყველაფერი ადვილი იყოს და სიუხვე იყოს. მოდით ახლა სამი ტიპის პრობლემაზე ვილაპარაკო. ანუ დაგსაქსულობა საბოლოო ჯამში მიდის ჩვენს უნარზე რომ კავშირები მოვძებნოთ სხვა ადამიანებთან და ან ჯგუფებმა მოვძებნოთ კავშირები სხვა ჯგუფებთან. მეორე საკითხი არის ჩვენი ფსიქოლოგიური და სულიერი მდგრადობა. ანუ როგორ ვუპირისპირდებით ამ პრობლემებს და რას ვაკეთებთ მათ გადასაწყვეტად და მესამე საკითხი არის мотиваციას როგორ პოულობთ ამ დაპირისპირებისთვის. და მესამე საკითხი არის სხვადასხვა ძალების პოლიტიკური და საზოგადოებრივი ძალების მიერ კონკრეტული გეგმის ქონა, მიმართულების ქონა, რომელიც საზოგადოებისთვის მოსაწონი და მისაღები იქნება და გარკვეულწილად ერთობა შეექმნება ამის მიმართ, ანუ ხედვისა და გეგმის არარსებობა. პირველ საკითხს შევეხოთ, რომ დაგსაქსულობის პირველი წამალი არის ჩვენს შიგნით, რომ ჩვენ გავიაზროთ, რომ ერთმანეთის გარეშე ვერაფერს ვერ გავაკეთებ და ძალა ერთობაში ეს რაღაცა გამოგონილი სიტყვები კი არ არის პირველი აუცილებელი მოცემულობა, რომელიც ადამიანებს სჭირდებათ, ანუ ოჯახი იყოს მტკიცე, შემდეგ გარკვეული, თქვათ, სოფელი თუ უბანი თუ რაღაცა გარკვეული ორგანიზაციები საზოგადოებრივი რაც არსებობს, იქ ადამიანები ერთმანეთში იულად პოულობდნენ ენას და შეეცადონ რომ ერთმანეთს მოусმინონ და გაუგონ. ხა რა თქმა უნდა ეს ზოგადი საუბარია, რომ ეს კარგია რომ იყოს, მაგრამ სანამ არ ჩავიხედავთ შიგნით და არ შევესწრებით რომ ეს გულწრფელად შევცვალოთ, მანამდე ამ მდგომარეობაში დავრჩებით. ანუ ეს არის ერთი ნაწილი გამოსავლის პოვნის. მეორე ნაწილი არის გარკვეულწილად პირველთან კავშირში იმის გააზრება, რომ ეს ძნელი პერიოდი არის ჩვენი ცხოვრების მცირე ნაწილი. თუ
ქრისტიანები ვარ და სულიერი ცხოვრების გვჯერა რომ სული უკვდავია, მაშინ ეს საერთოდ ძალიან ისეთი უმნიშვნელო ნაწილი და გამოცდა ერთგვარად თავისთავად. თუნდაც არ წამდეს ღმერთის და ვიყოთ, რა ვიცი, ათეისტია თუ უბრალოდ იმის დამჯერი რომ ადამიანი არის ბუნების მეფე, როგორც გნებავთ ისე დაარქვით, მაინც გვჭირდება იმის გააზრება, რომ ეს ჩვენი ცხოვრების მცირე ნაწილია, რომელიც განაპირობებს შემდეგი ცხოვრებას, როგორი იქნება ის. შესაბამისად, თუ ჩვენ ამ ორივე მხარე ამას გეუბნება, რომ ეს არის გამოცდა რეალურად და ის გაჭირვება მაგალითად ჩვენი ძალიან მებრძოლი და კარგი ახალგაზრდების დაპატიმრება უსინდისოთ, შეიძლება ერთგვარად ძიმე განაჩენები დამასუსტებლად ჩანდეს. ხო, დამასუსტებლად ჩანდეს, რომ ვაიმე ეს რა გვემართება და შეიძლება იმათ ჩანდეს, რომ გავძლიერდებით, ვხედავთ რაშიც ვართ, ის ახალგაზრდები ამ ბრძოლაში გამოიბრძმედებიან, გუშინ ჩემი 7 თანამებრძოლი დააკავეს, მაგალითად სრულიად უსამართლოდ 23 ადამიანი დააკავეს სულ, ხომ? მე ასე უყურებ, რომ კი ძნელია იზოლატორში მოხვედრა და სხვა ცხოვრებიდან ამოვარდნა, მეორე მხრივ დიდიც არაფერი. თუ ახლა რაღაცა შემოსავალს დავკარგავ და არ მექნება რაღაცა ხანი და ვიწვალებ და უფრო ღარიბულად ვიცხოვრებ, დიდიც არაფერი იმ გაგებით, რომ ეს ჩვენი ცხოვრების კი მტკივნეულია, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ შევხედავთ, რომ ეს ჩვენს მომავალ ცხოვრებას განსაზღვრავს, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებ და გვექნება ჩეჩნური, რუსული ტიპის საქართველოს, სადაც რაღაცა ბანდები და კლანები იბოგინებენ და სათავისო ვიღაცა ტირანები იჯდებიან ზევით, როგორც ფაქტობრივად ასე ჩანს და ქვეყანას მოწველიან, გაპარსავენ და ფერარები და შორტებით ივლიან და თავს მოიწონებენ და ეს იქნება კარგი ცხოვრება. ანუ ამისკენ მიესწრაფიან ადამიანები, მაშინ ძალიან ცუდად არის ჩვენი საქმე. და თუ ჩვენ სულიერად მტკიცე ადამიანების საზოგადოება შეგვიძლია გარდავიქმნათ, რომელსაც აქვს უნარი რომ რაღაცეებზე უარი თქვას იმისთვის რომ მეტი მიიღოს, რაღაცა შეწირავ დღევანდელ რაღაცა სიამოვნებებს, რაღაცა საჭიროებებს გვერდზე გადადებს იმისთვის რომ ძლიერი ქვეყანა შექმნას, თვითონ იყოს სულიერად ძლიერი და იმაზე დაფოკუსირდება რომ რეალურად სულიერ რაღირებულებებს იღებს და რაღირებულებებს გასცემს გარეთ, თუნდაც თავის ოჯახში და თუნდაც გარეთ, მაშინ ძალიან ძლიერ საზოგადოებას ჩამოყალიბდებით. აი ახლა ირკვევა რეალურად რისგან არის ქართველიერი გაკეთებული. და მე მჯერა რომ ქართველიერი არის რუსთაველის დნმ-ს მატარებელი, ანუ ის ჩვენში ილია ჭავჭავაძე და შოთა რუსთაველი ძალიან ღრმად არის ჩადებული და ჩვენ თუ ამ მასალისგან ვართ გაკეთებული, ჩვენ შევძლებთ რომ ჯანსაღ და ძლიერ საზოგადოებად გარდავიქმნათ, ეს სიძნელეები გამოვიყენოთ ჩვენი სულიერი გაძლიერებისთვის, აქედან გამარჯვებული გამოსულები ძალიან ძლიერ და კეთილდღეობ ადამიანზე მზრუნვალ საზოგადოებას ავაშენებთ, რომელიც თითოეულ ადამიანს მისცემს საშუალებას, რომ მისი ნიჭი გაიფუჭყნოს. და თუ ცუდი მასალისგან ვარ, ანუ ჩვენში იმძლავრა ცუდმა თესლმა, მაშინ ვიქნებით ჩეჩნეთის, რუსეთის რაღაცა სასტიკი დაუნდობელი და შეუხედავი ქვეყნის შვილები, სადაც მოაზროვნე, კეთილსინდისიერ, მზრუნვალ ადამიანებს არ დაედგუნებათ, ძალიან ძნელი იქნება და აი ამას რადგან ვხედავთ, მოდით ვიფიქროთ ამ გამოცდაზე და საკუთარი თავი მიმართოთ იმისკენ, რომ ეს გამოცდა წარმატებით გადავლახოთ. და მესამე ნაწილზე გადავალ ჯგუფებს შორის თანხმობა. საბოლოო ჯამში 4 ქვეყანაში, სადაც დემოკრატია ირღვეოდა და უკან მობრუნდა და ბოლო 10 წლეული არის დემოკრატია უფრო მეტგან უკან წავიდა ვიდრე წაღმა, სულ 4 ქვეყანა. ეს არის ბრაზილია, პოლონეთი, 2 აფრიკული ქვეყანა მაპატიეთ ახლა ამ სიჩქარეში გამოვარდა თავიდან. აი ამ 4 ქვეყანაში ეს კარნეგი ენდაუმენტი არის, ანუ კარნეგის ფონდი, ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი და კვალიფიციური ფონდი, მისი სწავლით 4 ქვეყანაში წარმატებაში დიდი როლი ითამაშა საზოგადოებრივი ჯგუფებისა და პოლიტიკური პარტიების მაღალმა კოორდინაციამ. ანუ ჩვენთვის ძალიან საჭირო, აუცილებელი მოცემულობაა, რომ ეს ადამიანები ერთმანეთთან დაკავშირდნენ. ძალიან ძნელია მე მესმის. მაგალითად, უამრავი ადამიანი ნეგატიურად არის განწყობილი ნაციონალური მოძრაობის მიმართ, ან მისი გარკვეული
ნაწილების მიმართ, რომლებიც ადრე იყვნენ ნაციონალური მოძრაობის წევრები. ამავე დროს ისინი საქართველოს ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი არიან და რა შეიძლება ხო გავაკეთოთ ახლა? არ გვინდა და გაქრებიან, არ ვეთანამშრომლოთ, ანუ რაღაცა ფორმით იმათმაც ვთქვათ, უნდა გაიაზრონ თავისი შეცდომა, უნდა კარგი სიტყვა რა, ესეთი მნიშვნელოვანი, მაგრამ რაღაცა ეტყობა ვერ გააკეთეს ჯერჯერობით ისეთი შემთხვევაში, რომ ვერ მოიპოვეს საზოგადოების ნდობა და მაინც ეს გზნობა არსებობს. გასაგებია, რომ ეს ამ დე ფაქტო ხელისუფლების და რუსული პროპაგანდის ნაყოფიც არის, რომ ეს დაყოფა მოხდეს და იმ იარების უფრო არ შეხორცება და წყულად დარჩენა მოხდეს, მაგრამ რაღაცნაირად ეს არის გასაკეთებელი. სრულიად ახალ ჯგუფებს შორის, რომლებიც საერთოდ შორს არიან, თქვა წარსულისგან და ახლა არიან შექმნილი, იმათ შორისაც ძალიან ძნელი არის რეალურად ერთობის შექმნა. და აი ამ გადმოსახედიდან ისევ ჩვენ შინაგანში მივდივართ, რომ ჩასახვედი გვაქვს საკუთარ თავში, რომ ძალა ერთობაშია ვიცით და რას ვაკეთებ მე, რომ ძალა ერთობაშია შეუწყო ხელი. ანუ ეს არის ამოცანა და თუ ეს მოხდება, მაშინ აუცილებლად განხორციელდება ქართული ქარტია, რომელიც იყო შესანიშნავი ჩანაფიქრი. ნუ ქართული ქარტია რა არის? შეიქმნას კონკრეტული მიზნების გარშემო გაერთიანება და არა, ესე ვთქვათ, ერთობა ერთობისთვის. აი კონკრეტული გეგმა არის ამას თუმცა კონკრეტული გეგმა არის, რომელიც ვთქვათ, ითვალისწინებს ნებადობებითი ადმინისტრაცია და ვთქვათ, ნებადობ ტექნიკური მთავრობა მის შექმნას, რომ ვინ მოდის მერე ეს კითხვა ისმის და ძალიან მნიშვნელოვანი და რელევანტური კითხვა ამ კითხვას პასუხი გაეცეს. შეიქმნას რეალური საკოორდინაციო საბჭო, რომელშიც გარკვეული იქნება ვინ არიან მისი წევრები, როგორ იღებენ რაღაც გადაწყვეტილებს, ნუ ასთა შორის სხვადასხვაობა იქნება. რომ შეიკრიბება ვთქვათ ეს საზოგადოება, უნდა თქვას იმ საზოგადოებამ ვთქვათ რაღაცა თამაშის წესებზე შეთანხმდეს. ანუ თუ უმრავლესობა იტყვის ასე, მიუხედავად იმისა, რომ მე სხვა აზრი მაქვს, მაინც იმ უმრავლესობის აზრს უნდა გავყვე და ასე შემდეგ. ანუ აი ესეთი თამაშის წესებისა და გეგმის ჩამოყალიბება არის აუცილებელი ჩვენი წინსვლისთვის და გამოსავალი და ამის გზა არის ისევ საკუთარ თავში ჩახედვა, რომ მე ამ შემთხვევაში რაღაცა გვერდზე უნდა გადავდო, ჩემ თავში ჩავიხედო, რაღაცა დავინახო ჩემ საკუთარ თავში, რომ სხვებთან ბმები უკეთესად ვიპოვო.